ესე იგი სულ მინდოდა მომემზადებინა ზუსტად ისეთი ხრამუნა ჩებურეკი, რომელიც აი ბავშვობაში სოხუმში დავყავდი ხოლმე დედაჩემს და სოხუმში გავიზარდე ფაქტიურად 16 წლამდე და იქ 5 ნომერი სადაც ჩერდებოდა ხოლმე ვინც სოხუმელები ხართ იყო საჩებურეკე და იქ იყო სასწაული ჩებურეკი, აი როგორიც ეს არის ნახეთ, აი ხრამუნა, ხრამუნა ძალიან ბევრი ბუშტებით, აი როგორც ეს არის ნახეთ. ხრამუნა და ნუ აი რა რეცეპტები არდავს ინტერნეტში, აი რა რეცეპტი არ არის, სულ არის ადუღებული წყალი, მარილი, ცოტა შაქარი, ზეთი, всё, უნდა მოზულოცო და გამოგივა ვითომ აი ესეთი ბუშტუკებიანი ტყუილი ხალხო არ არსებობს ეგეთი რეცეპტი და ნუ რა თქმა უნდა, საჩებურეკეები, საცხობები არ გასწავლიან, ყველას აქვს თავისი საფირმო რეცეპტი და მაგის წყალობით ყიდიან ჩებურეკებს და მე როგორც არა მაქვს ბიზნესი და ძალიან ბევრი ვიწვალე, ეს ცომი რო შემექმნა, მომეფიქრებინა, რომ როგორ არის აი ამდენი ბუშტუკი, როგორ არის აი ესეთი ხრამუნა, ხრაშუნა და აი როგორც საჩებურეკეში რო არის, როგორ უნდა მიმეღწია ამ კონსისტენციას, აი მოვიკალი თავი და მაინც შევქმენი ეს რეცეპტი და რა თქმა უნდა, მე როგორც მე ხო მარტო არ მიყვარს ბედნიერი რო იყო, უნდა გაგიზიაროთ ამ ნათლისღებას, ამ რეცეპტის, ამ უმარტივესი ხალხნო დაივიწყებთ ძვირადღირებულ საჩებურეკეებს, ყველანი მოამზადებთ სახლში და თან რომ მოამზადებთ, შენ გაგიმარჯოს ხათუნანოზაძე, შენ გაიხარე ხათუნანოზაძე, ესე იტყვით და ყველა აი ეს ლოცვა მომივიდეს მე. აქ ნახეთ, არაფერი არ არის ფარში. აქ არის ხორცი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი საქონელია და ცოტა ღორია, ხახვია და ზოგი შავი პილპილს უკეთებს, მე მწვანე წიწაკა გაუკეთა სანდრომ, არ უნდა შავი პილპილი და რა თქმა უნდა თბილი წყალი, რომ წონიანი გამოგივიდეთ, მაგ მეტი არაფერი არ არის. ეხლა ცომში ჯამში ავიღე ფქვილი გავცერი და გაუკეთე აი საიდუმლო ინგრედიენტი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. ათუღებულ წყალში ცალკე გავხსენი მარილი, 1 ჩაის კოვზი, 250 გრამ ათუღებულ წყალში, 4 ჭიქა ფქვილი იყო. მარილი, აი ყველაფერს დეტალურად ვამბობ, შაქარი, 3 სუფრის კოვზი, ზეთი, კარგად აურიე და გამაფხვიერებიან ფქვილში, რომელშიც უკვე გაცრილ, რა თქმა უნდა, ფქვილში ჩავყარე და ჯერ ესე ხის კოვზით და მე უკვე ადუღებულია და ხელი რო არ დაგვეწეთ და ხო, მთავარი ინგრედიენტი დამავიწყდა 1 სუფრის კოვზი ძმარი. წარმოიდგინეთ ხალხო. ვერ გეტყვით გემოს, პირში დნება, აი ეს ბუშტუკები, აი ეს ზუსტად ის კონსისტენცია, რაც უნდა იყოს ჩებურეკი და რაც აი ვერ მივახციე ხალხო, აი რამდენი წელია ვცდილობ რომ ჩებურეკი გავაკეთო და ალა გამოვიდა ეს ჯადოქრობა და აი სადაც გინდა წაიღეთ, აი ასეთ ჩებურეკს ვერცად ვერ გამოაცხობთ და რა თქმა უნდა დამლოცავთ, მე კარგად მოვზილე, ცელოფანი გადავაკარი, 15 თუ 9 საათი დავასვენი, არანაირი მაცივარი არ იყო, ცომი არის აი პლასტელევინად უფუმფულესი, კაფასი დავასხე ზომიერად, არც ის უნდა რომ აი ძალიან ბევრი ზეთი უნდა და არაფერი, აი ზომიერად აი ნახავთ მე მაგ ვიდეო და გამოვაცხე დილიდან ვასიამონე ოჯახის წლებს მიშო გაგიშდა 10-დან 10 დამიწერა. ხო და გიზიარეთ ამ ცომის რეცეპტს, ამ ნათლისღება დღეს მიყვარხართ, მინდა გახარებულები იყოთ, ბედნიერები იყოთ ხალხო. შევიყვაროთ ქართველებმა ერთმანეთი, მარტო ფული არაფერი არ არის, კი საჭიროა გვჭირდება, მაგრამ ადამიანობა, ის ადამიანობა, რომელიც დარჩა, იმას უნდა გაუფრთხილდეთ, მიყვარხართ. ნახეთ როგორი ცომია, აი გასაოცარი. ეხლა გავავტყელებ ამას, ესე გავავტყელებ და გაჩვენებთ როგორ ჩავდებთ, ძალიან თხლად უნდა გავავტყელოთ და როგორ გავაკეთებ ჩებურეკს. აი ესეთი მრგვალი ფორმა მივეცი სწორი. ამოვიღებთ ეხლა ფარს არაფერი არ უნდა, მარტო უნდა ძალიან წვრილად დაბლინდერებული ხახვი, მარილი და სანდრომ გაუკეთა ცხარე წიწაკა, მწვანე და ეხა ერთი ხელით ვაკეთებ, მაგრამ უყურეთ, მთავარია რომ წვენი არ გამოვიდეს, ჯერ ესე ხელით ვაკეთებ, ნახეთ, ესე პირზე მივიტანოთ და ხელით კარგად უნდა, ნუ ცომია ისეთი ელასტიური და რეცეპტს აუცილებლად დაგიწერთ და თქვენ თუ არ დაიშოკოთ ამ ცომის რეცეპტით და
აი ზუსტად ბავშვობაში რომ ძალიან მაგარია სოხუმში ჩებურეკები რომ მიჭამია, ხო იცით, ვინ სოხუმელები ხართ მეხუთე ნომრის გაჩერებაზე რომ ესეთი საჩებურეკე იყო. აი ზუსტად ისეთი თუ არ არის, აი ესე მთავარია, ესენი კარგად ესე, კარგად რო არ გაიხსნეს და ეხა ესე არ არის აუცილებელი. ისე იგი რო არ გამომდიოდა ეს ცომი ისეთი ხრამუნა, ხან რას ვაკეთებდი. ისა რა ქვია, არ გამოდიოდა ისეთი და ჩემით მოვშევქმენი რეცეპტი და ზუსტად ისეთი ხრამუნა და სულ ბუშტუკებით არის. აი რაც მე თქვენ დამლოცოთ. და აი ისიც ხრამუნები არ არსებობს, აი არცად სწორი რეცეპტი არ დასნო, როგორ უნდა გამოვიდეს, სულ და სამი ინგრედიენტი, მარილი, ადუღებული წყალი, ისა რა ქვია, მოზილეთ ცომი და გამოგივათ ესეთი ხარ. არ არსებობს ხალხო, არ არსებობს, არ გამოდის ისეთი, როგორც საჩებურეკებს არ და თან ახლა იმათიც მესმის არ გასწავლიან, იმიტომ რომ ბიზნესია და ეხა ბიზნესია ყველაფერი ხო დღეს და არავინ არაფერს არ გასწავლე და ამიტომ yes შევქმენი ჩემი გაბუშტული ხრამუნა წვენი გაზის საოცარი ჩებურეკები, ნახეთ როგორია, ნახეთ აი საოცარია და რეცეპტს რა თქმა უნდა, ნახეთ როგორი ბუშტუკებია, როგორი სასწაულია ხარ. გამოაცხეთ და ისიამოვნეთ, აი ზუსტად ისეთია საჩებურეკაში რომ მოგიტანენ ბევრი ბუშტუკებით ხრამუნა ცომი წვენი გაზდის ისიამოვნეთ. ხათოს ძალიან უყვარხართ, ნათლისღებას გილოცავთ, რეცეპტს რა თქმა უნდა დავწერ. უმარტივესი.